მართლა დაგლისო დაგაძლიეროთ უსურვებ ყველა ჩვენს მრევლს სიყვარულში გაძლიერებას უსურვებ გაძლიერებას იმედში და უსურვებ გაძლიერებას სარწმუნოებაში. რა თქმა უნდა უფალი გვაგზავნის ჩვენ ერთად ცხოვართა ანუ ცხვართა შორის მგელთა არის ჩვენი ცხოვრება საკმაოდ მძიმე და საკმაოდ მოულოდნელობებით სავსე. იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არ არის ჩვენი დაგეგმილი, ჩვენი ცხოვრება არ არის ჩვენი ასე ვთქვათ რეჟისურით და სცენარით წარმართული, არამედ ეს არის ზეციური განგებულებით, ზეციური კანონზომიერებებით წარმართული. ყველა ადამიანი, რომელიც ქრისტიანულ გზაზე დგას, უნდა მზად იყოს იმისათვის, რომ განსასწრებელი ექნება. განსასწრებელი ექნება იმიტომ კი არა, რომ განსასწრებელი განსასწრებელისთვის იყოს, ან ბრძოლა ბრძოლისთვის იყოს. ეს არის იმისათვის, რომ ადამიანს სურს საკმაოდ გამწმენდელი პედაგოგიკა, ღვთაებრივი გამწმენდელი ტალახი, გამწმენდელი ასე ვთქვათ გამოცდილება მიიღოს, რომ მიიღებს რა ამას, შემდეგ უკვე გამოცდილი იყოს. რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებით და ამ ცოდნით აღსებული იგი მზად არის აღიაროს საკუთარი შეცდომები. ის ვინც საკუთარ შეცდომებს, საკუთარ დანაშაულებებს, საკუთარ დამარცხებებს, წარუმატებლობებს და ვიტყოდი ზოგჯერ სისულელეებსაც კი დავარქვათ სახელი ყველაფერს თავისი, რომელსაც ზოგჯერ არაადეკვატური საქციელიც ქვია, არ აღიარებს, ის ვერასდროს ვერ გააცნობიერებს იმას თუ რა დააშავა მან, აზრით, სიტყვით თუ საქმით. აღსარებაც ეს არის, ხო? ამიტომ სახლის კურთხევაც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამწმენდელი რიტუალია, რომელიც ასევე აზრით, სიტყვით თუ საქმით, მენტალურ, ემოციონალურ თუ ხორცილ, ხილულ ნეგატივს განაგდებს. ამიტომ აღიარება საკუთარი შეცდომებისა, საკუთარი ასე ვთქვათ არაადეკვატურობისა, ზოგჯერ საკუთარი სიბნელისა, უცნობელობისა, გაუცნობიერებლობისა და ასე შემდეგ, ეს უკვე დიდი საქმეა. აღიარება და გაცნობიერება ცოდვისა და საერთოდ გაცნობიერება საკუთარი არასრულყოფილების, ეს მოასწავებს ყოველთვის მეტ ცნობიერებას, მეტ გაცნობიერებას და მეტ სულიერ წინსვლას. და სტაგნაციას, ასე ვთქვათ, ეს ხსნის. სტაგნაციის სამალი რა არის? აღიარება სტაგნაციისა, ცოდვისთვის ცოდვის წოდება და შეცდომისთვის შეცდომის წოდება და შემდეგ უკვე იხსნება გზა და როგორც გაყინული, ასე ვთქვათ, ყინული, სტაგნირებული ყინული აფეთქდება და წყალი კვლავ იწყებს სვლას, ასევე ადამიანის ცხოვრებაში ახალი სუნთქვა, ახალი ჟანგბადი შემოდის და ახალი, ასე ვთქვათ, გზა იხსნება. რა თქმა უნდა, ასევე ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არც ჩვენ ვართ სრულყოფილი და არც სხვა ადამიანები არიან სრულყოფილი. თუ ჩვენ ცოდვებს ვიდენთ და ცოდვებს ვნანობთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვა ადამიანებიც ცოდვილები არიან და ისინიც არ არიან არც სრულყოფილი და არც პერფექციონალის მოვითხოვთ მათგან, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიდენთ ცოდვებს, ვისგანაც უნდა, ასე ვთქვათ, გარკვეული მოთმინება, ან გარკვეული შეწყნარებლობა ვიქონიოთ. ამიტომ არის მამაოჩვენოში და შემიყვანებს ჩვენ გასასწრებს, არავინ მიხსენ ჩვენ ბორცად, მაგრამ მანამდე ნათქვამია, ხომ? დამომიტევენ ჩვენ შეცდომებს, ჩვენ ვითაც ჩვენ მიუტევებთ შეცდომათა მათ ჩვენ. ანუ როგორც ჩვენ მოგვიტევებთ, როგორც ჩვენ მიუტევებთ, ისევე მოგვიტევება ჩვენ. როგორც სხვის არასრულყოფილებას, სხვა ადამიანთა შეცდომებს ვაღიარებთ, გავაცნობიერებთ და პარალელურად ჩვენს შეცდომებს და ჩვენს დანაშაულებებს აზრით, სიტყვით თუ საქმით ცოდვებს გავაცნობიერებთ, ასევე ამ ფონზე ჩვენს სრულყოფილების პერსპექტივა გვეხსნება, რასაც უსურვებ ყველა მრევლს და ოჯახის წევრებსაც. უსურვებ იმას, რომ სიყვარულით ვიყოთ გარშემორტყმული და ვიტყოდი ასეთ ლოცვას, რომ სიყვარულით გარშემარტყი მე უფალო, სიყვარული გარშემარტყი, სიყვარულით დამიცავ, სიყვარულში გამხვიე მე, სიყვარულის, ასე ვთქვათ, ესეთ მენტალში გამხვიე მე უფალო, რომ ჩვენ დაცული ვიყოთ, იმიტომ რომ ერთი სიყვარული არის და აი ამ სიყვარულის ბურუსში, სიყვარულის მენტალში, სიყვარულის ცეცხლში, სიყვარულის აურას არ ვიტყოდი, იმიტომ რომ ეს სიტყვაც რაღაც ესეთი მიანიჭეს მნიშვნელობა, თუმცა თავისთავად სიტყვა ნათებას ნიშნავს და გამოსხივებას, მაგრამ თავისთავად ეს სიტყვა რაღაცა ოკულტურ ეზოთერული მნიშვნელობა მიანიჭა, თუმცა კი ეს სხვა თემაა, მაგრამ აი ამ სიყვარულის ენერგიაში ვიტყოდი თუნდაც ღვთაებრივი ენერგია, რომელიც სიყვარულის სახით ღვთაებრივი არსიდან გამოდის ჩვენთან და მოდის ჩვენთან მადლის სახით, რომელზედაც ჩვენ კიდევ გრიგოლ პალამო საუბრობდა, რომ მადლი ღვთისა ეს არის ის ღვთაებრივი ენერგია, რომელიც ღვთის არსიდან გამოდის და ჩვენთან მოდის. და ეს მადლი, რომელიც ჩვენი თანხმობით ჩვენში შემოდის, განგვაღავთოთ ჩვენ
და წმინდა გრიგოლ პალამა და სხვაებიც კიდევ ამბობენ რომ ეს მადლი მიგვამსგავსებს გამგვამფრთობს თეოზის გვიგეთებს და მიგვამსგავსებს ჩვენ ღმერთს მადლით არა ბუნებით არამედ მადლით აი ამ სიყვარულში ამ მადლში გაგვხიოს ჩვენ და ეს ოჯახი და ყველა ადამიანი ჩვენი მრევლი შევუნდოთ ყველას ჩვენ შევინდოს ღმერთმა სიბზნე ვიქონიოთ უფრო მეტი შემწყნარებლობა ვიქონიოთ უფრო მეტი სიმშვიდე ვიქონიოთ უფრო მეტი მასშტაბურობით მივუდგეთ როგორც ჩვენ ცხოვრებას ასე სხვა ადამიანთა ცხოვრებას მივუდგეთ უფრო მეტი სხვა რაკურსით შევხედოთ ქრისტიანული მართლმადიდებლური რაკურსით ყველაფერს და არა მხოლოდ პრაგმატული გამოყენებითი მხოლოდ რაღაცა ობიუატელური და მეშანური რაკურსით შემდგომს ვითხოვ ამ უცხო სიტყვების ხმარებაზე მაგრამ ზოგჯერ ესეც საჭიროა არამედ უფრო მეტი მასშტაბურობით მეტი ზეციური პრინციპიდან გამომდინარე უფრო პრინციპიდან და არა შედეგიდან გამომდინარე შევხედოთ ყველაფერს და ყველა შედეგის შემდეგ პრინციპიდან გამომდინარე უკვე ანალიტიკური აზროვნებიდან სინთეზური აზროვნებიდან გამომდინარე ყველაფერი თავის ადგილს მიიღებს და გზას გაიხსნება და გამთლიანდება აი ამ გამთლიანებას ამ სიყვარულში ქრისტეს მიერ ცნობიერებაში ქრისტეს მიერ სიყვარულებრივ სოფხედულებას და სოფშეგრძნებასი გამთლიანებას და გზის გახსას უთურებ ამ ოჯახსაც და მთელ ჩვენ მრევლს მადლებს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ